აი დღიდან ეს თავდება რასაც არ უნდა განსაკუთრებით ჩემ ასაკში აი რასაც არ უნდა მითხრან ეხლა რომ მითხრან რომ აი აკვირდი აი მიკროფონს მეც ვეღარ ვნახავ თათა ამბობთ რომ პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო პროცესი მიმდინარეობს თქვენს წინააღმდეგ და თქვენი სტუდიის წინააღმდეგ თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ 10 წელი არსებობდა ეს სახელოსნო ხო? მეტიც უკვე. თითქმის 11. ხო. არასოდეს არ შეგიმჩნევიათ ბოლო ხანებში განსაკუთრებით პრობლემებს არ გიქმნიდნენ? უცაურიც არის მე გამიგორდა რომ ახლა ხო აქამდე არის ხო არა უცნაურია ნამდვილად მაგრამ ეტყობა მე განცდა მაქვს რომ მაინც რაღაცნაირად ველოდით ამ პროცესებში შემთხვევით რომ გითხრათ აპრილს იმიტომ რომ ეს აპრილი როგორც ჩანს იქნება ესეთი თეატრალური თვე გარკვეულწილად ერთი მხრივ აი ამ თეატრის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ რა თქმა უნდა რომელიც ძალიან სასაცილო არის თავისთავად რომ ამ პერიოდში ყველა კანონი რომელიც მიიღეს რეპრესიულია და უცებ არსებობს თეატრის შესახებ კანონი ხო თითქოს რომ გააუმჯობესონ მართვის მოდელი და რომელიც ასევე რეპრესიულია საკვირველია იქიდან გამომდინარე რომ სრული უფლება აქვს ნებისმიერ დროს ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე მოხსნან დირექტორი თეატრიდან დირექტორი გახდა სამხატვრო ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა ეს უკავშირდება და საერთოდ დაიწყო ამ კანონზე ლაპარაკი მას მერე რაც ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა თეატრის ასე ვთქვათ როლი ამ პროცესებში პროტესტში აქამდე არ იყო ასე აქამდე ვერ რა თქმა უნდა იყო კი არა პრინციპში შეეძლოთ თუმცა გარკვეული პროცედურების გავლა იყო მაინც საჭირო გარკვეულწილად აქცევდნენ იმას ყურადღებას რომ ნებისმიერ დროს ვერ მოხსნიდნენ მაგალითად ეხლა შეუძლიათ ერთპიროვნულად გადაწყვიტონ ეს ყველაფერი ყველანაირი კომისიის ყველანაირი რეპერტუარში შეუძლიათ ჩაერიონ რეპერტუარში ასე ღიათ რა თქმა უნდა კანონის მიხედვით არ შეუძლიათ რომ ჩაერიონ თუმცა რა თქმა უნდა რეპერტუარი ასევე განაპირობებს იმას რამდენად იქნება და დარჩება ის სამხატვრო ხელმძღვანელი თავის ადგილას მაგრამ ფაქტია რომ 2021 წლიდან თეატრში პრინციპში სახელმწიფო თეატრში პრინციპში აღარ მუშაობს არავინ ერთი გამონაკლისის გარდა ალბათ და ეს არის დათო დოიაშვილი რომელიც რაღაცა ფორმით არ არის ლოიალური პარტიის მიმართ ანუ ეს წმენდა იქ უკვე ჩატარებულია ასე ვთქვათ. ხო ამ ბევრი ამბობს საერთოდ რომ კანონს დოიაშვილის გამოიყენა არ არის გამორიცხული რა თქმა უნდა დოიაშვილის მუნიციპალური თეატრების იმ ხალხის წინააღმდეგ ვინც რაღაცნაირად ვართ და მონაწილეობენ აი აპრილში ელოდებოდით მაგრამ მათ თებერვალში ხო მე მგონი თებერვალში გაახსენდათ უკვე სახელოსნოს არსებობა. პირველი ნიშანი რაში გამოიხატებოდა? პირველი ნიშანი იყო ის რომ გამგეობა ჯერ ერთი ეს სახელოსნო თავისთავად აი როგორ უკავშირდება თეატრალურ უნივერსიტეტს ხო ესეც რაღაცნაირი ისეთი სრულიად ფორმალური მოცემულობა თავიდანვე ასე იყო უბრალოდ იმისთვის რომ ეხლა მე ვარ შევიდე რაღაც იურიდიულ ტერმინოლოგიაში იმისთვის რომ დაფუძნებულიყო IP ასე ვთქვათ და ყოფილიყო ასე ვთქვათ ქონოდა მას კულტურის სამინისტროს მხრიდან დაფინანსება და თემურ ჩხეიძის პრინციპული მოთხოვნა იყო ასევე ის რომ უნდა ყოფილიყო უფასო სახელოსნო. ხო, ეგ უნდა მეკითხა, მას შეეძლო. რა თქმა უნდა, მას შეეძლო გაეკეთებინა კერძო რაღაცა სკოლა, რომელიც იქნებოდა ფასიანი, მაგრამ მისთვის იყო ეს კატეგორიულად მიუღებელი, რომ რამე ფორმით გამოერთმია ფული ერთი მხრივ სტუდენტებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ თვითონაც არ მგონია რომ ისე შეძლებოდა რომ თქვა რაღაცა კომერციული ნიჭი ნამდვილად არ ქონდა და საერთოდ ერთი ნიჭი რაც ნამდვილად არ ქონდა ეგ იყო. და მოკლედ ყველაზე იოლი გზა, რა თქმა უნდა, იყო ის რომ რომელიმე სიფს დაეფუძნებინა, ანუ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფ რომელიმე ორგანიზაციას დაეფუძნებინა. იქიდან გამომდინარე რომ უფრო აჩქარებდა ბიუროკრატიულ პროცესს. ანუ იქნებოდა ეს შეიძლება განხილულიყო დაუშვათ იქ მთავრობის დონეზე რომ დაფუძნებულიყო რაღაცა სტუდია. ამიტომ ყველაზე სწრაფი, მართლა 20 წუთიანი საქმე იყო რომ თეატრალურ უნივერსიტეტს დაეფუძნებინა ეს და მაშინ გიორგი მარგველაშვილმა, მაშინმა რექტორმა შესთავაზა რომ გავაკეთოთ ეს ძალიან ადვილი იქნება და მე რა თქმა უნდა არაფერში მე არ ჩავერევი. მაგრამ ერჩევნა
ეგ არა, ხო, კეთ. რმავა. მე მშია. მიდის. სასტიკი ქალი იყო დედაჩემი. ახლა ერთი რამ ვიცი. არ უნდა გავჩერდე. და თუ გავჩერდე. დასასრულია. თემურჩხეიძე შეეძლო სახელოსნო ჰქონოდა თეატრალურ ინსტიტუტში როგორც არის ხოლმე ჩვენთან, მაგრამ მან მოინდომა სახელოსნო უფრო ფართო, ხო? ეს კითხვა მაშინაც ისმოდა, როცა ის ლაპარაკობდა ვთქვათ რაღაცა ამგვარის დაფუძნებაზე, ესეთი თავისუფალი სწავლების თუ პრაქტიკის სივრცის შექმნაზე. პირველი შეკითხვა რაც იყო ის, რომ რატო არ შეიძლება ეს ხდებოდეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, რაზეც მას მოუწიათ თითქმის 2 წლის მანძილზე ახსნა რატომ არ უნდა რომ იყოს თეატრალური უნივერსიტეტში, იმიტომ რომ არ არის თეატრალური უნივერსიტეტის ფორმატის თუ რა ვიცი მე და უნდა რომ იყოს თეატრში ჯერ ერთი და ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომ თეატრის ბაზაზე უნდა არსებობდეს ეს სახელოსნო, იმიტომ რომ სინამდვილეში არსობრივად მას რაც უნდოდა იყო რომ თეორია და პრაქტიკას არ ასე ვთქვათ გამიჯნულიყო ან გაყოფილიყო ერთმანეთისგან და მომხდარიყო ასევე ისიც რომ დაუშვათ დრამატურგებს მიუხედავად იმისა, ვთქვათ, აი უშუალოდ რამდენი ლექცია ექნებოდა თუ რაღაცა, ქონოდათ საშუალება, რომ დასწრებოდნენ რეპეტიციებს, ეცხოვრათ თეატრში, ასე ვთქვათ, ხო? ანუ აი მთლიანად ქონოდათ წვდომა ყველა სპექტაკლზე, ყველა სპექტაკლის შექმნის პროცესზე და ასე აგრძელებს დღემდე ეს სახელოსნო. ამ ადამიანებს რაღაც განათლება უნდა ქონოდათ? არავითარი არის აუცილებელი. არა, შეეძლოთ ასევე და ასევე დრამატურგებს განსაკუთრებით, იქიდან გამომდინარე, რომ დრამატურგების შემთხვევაში საერთოდ არ აქვს ფაკულტეტი, ანუ ესეთი რამ არ არსებობს, როგორც რაღაც პროფესიონალი დრამატურგი საქართველოში, ამიტომ მას პირიქით ქონდა ეს დიდი ინტერესი, რომ ასევე არათეატრის წიაღიდან მოსულიყო რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ეს ძალიან მკაფიოდ ჩანდა რამდენიმე ჯგუფში, სადაც ჩვენ გვყავდნენ ბიოლოგები, ფსიქოლოგები, ასე შემდეგ. წარმატებული აღმოჩნდა სწორედ ეგ სპეციალობა, ხო? კი, ცალსახად, რა თქმა უნდა. კი, მე უბრალოდ თქვენ შეფასებებში ვნახე, რომ ძირითადად სწორედ დრამატურგებს და ისედაც აი კონცენტრაცია მაინც იყო იმაზე, რომ ჩვენ გაგვეძლიერა. ხა როგორ ვთქვათ, ხა რეჟისურის სკოლა ასე თუ ისე არსებობს საქართველოში, მაინც არ არის ეს რაღაცა გადარსარჩენი პროფესია და პრაქტიკულად დრამატურგის ესეთ პრაქტიკა არ არსებობს არავითარი, არც თეატრებს აქვთ რაღაცა ესეთი პროგრამა და უშუალოდ რომ აუცილებლად უნდა დადგან ქართული პიესა. საბაზე წარდგენილი. კი, ყველა ნომინაცია. აი ხო, არ არის დრამატურგები, არ ყავს დრამატურგები და ეს სხვა შორის კინოსაც ეხება დრამატურგია პრობლემა არის საქართველოში. რა თქმა უნდა, კინოშიც და თეატრშიც. ხო, დაკვეთა არ არსებობს ჯერ ერთი ასევე თეატრების მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი დღემდე პრინციპში აი რაღაცნაირად არ შეიქმნა ეს კვოტა, თუ შეიძლება ითქვას, რომელიც წაახალისებდა ქართული, იტყოდა, რომ აი ერთი ახალი ქართული პიესა მაინც უნდა იყოს ყოველ სეზონზე, მაგალითად, ხო? ეს ნამდვილად მიცემდა სტიმულს დრამატურგიას, როცა იცის, რომ უნდა მიიტანოს დრამატურგმა პიესა დაუშვათ თეატრში, ის შეიძლება დადგანოდეს მე, მაგრამ როცა ესეთი რაღაცა აბსოლუტურად არათანმიმდევრული პოლიტიკა აქვს და ვერ უბედავდნენ გასაგებია ამდენი ხნის განმავლობაში საერთოდ 1994 წლის საქართველო ცოტა განსხვავდებოდა იმ საქართველოსგან, რომელშიც ახლა ცხოვრობ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მაშინაც არ შევუქმნიდნენ პრობლემებს, მაგრამ პრობლემები ალბათ შეგექმნათ უკვე თემურჩხეიძის გარდაცვალების შემდეგ, თუ არა? ძირითადად, მაინც, იმიტომ რომ სინამდვილეში თემურჩხეიძის გარდაცვალების შემდეგ ხდება ერთი ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელიც ამ პერიოდში არ მომიყოლია და არ მithქვამს არსად. როცა მე მირეკავს გიორგი შალუტაშვილი რექტორი და პრაქტიკულად მთხოვს, რომ სათავეში ჩაუდგე ამ სახელოსნოს და მეუბნება ასეთ რამეს, რომ ამას ხო ხვდები შენ გარდა ვერავინ იზავს. ჩემი აზრი და მე 8 წელი ვიყავი თემურჩხეიძის გვერდზე, ანუ სახელოსნოს პირველი დღიდან მის ბოლო დღემდე ვიყავი იქ და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მეთოდი ერთად გვაქვს შემუშავებული, რომლითაც ეს სწავლება მიმდინარეობს, დათო გაბუნია ჩვენთან ერთად ცხადია და ეს ხდებოდა, ნუ როგორ გითხრათ რა, ჩვენი ერთად არის დაწერილი საერთოდ აი ეს როგორც პროექტი, ისე სახელმძღვანელო რითიც დღემდე ვმუშაობთ და კიდე ვითარდება ეს და რაღაცა შეცდომებზე ვსწავლობ და ასე შემდეგ, ამიტომ პრაქტიკულად ესე
შეუძლებელია ვინმე სხვამ გააკეთოს ამ ჯგუფის გარდა თემურ ჩხეიძის სახელოსნო, იმიტომ რომ უბრალოდ არ იქნება ეს თემურ ჩხეიძის სახელოსნო. შეიძლება ერქვას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ის პროცესი ვერაფრით ვერ წარიმართება ის პროცესი, რომელიც იქ გქონდა, ან რაც თემურ ჩხეიძემ სინამდვილეში დატოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ მე ვთქვი მე თვითონ, რომ იქნებ უნდა დასრულდეს ეს. იმიტომ რომ ჩემთვის ეს ერთი მხრივ რაღაცნაირად ერთი მხრივ შოკის მომგვრელი ვითარება იყო ზოგადად, მაგრამ მეორე მხრივ ვერ ხვდებოდი როგორ ცოტა მერიდებოდა სიმართლე ვთქვა, რომ ჯერ ერთი უცებ აი აღარ არის ადამიანი და სასწრაფოდ გამოვაცხადო ახალი ჯგუფის მიღება და ვთქვა რომ აი მაინც ვაგრძელებთ და რაღაცა განცდა მქონდა რომ უმისოთ მე ამას ვერ ვიზამ და ბოლოს ხალხი სწავლობდა. ხალხი იყო რა თქმა უნდა, თუმცა ის ჯგუფიც რომელიც აი პრინციპში შუაგზაში იყვნენ როცა გარდაიცვალა თემურ ჩხეიძე, იმ ჯგუფსაც ნუ რა თქმა უნდა ქონდა განცდა რომ რაღაცნაირად მის გარეშე დიდად ვერ აგრძელებდნენ და მოკლედ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ ეს ბოლო ჯგუფი სარეჟისორო ჯგუფი იყო მაშინ უკვე პრინციპში დაიშალა თემურის გარდაცვალების შემდეგ. ამიტომ მეც მქონდა განცდა რომ ნუ ეხა მათ არ უნდათ აქ უთემუროთ ასე ვთქვათ მე ვინა ვარ აშუაში ვარ. ძალიან დიდი ასე ვთქვათ გადამწყვეტი როლი რაღაც დონეზე ითამაშა გიორგი შალუტაშვილმა იმაში რომ მე დავთანხმდი რომ ეს არის 22 წელი, თუმცა მე ვთქვი რომ მე ისევე რა თქმა უნდა ვერ გავაგრძელებ ამ სახელოსნოს, იმიტომ რომ თემურ ჩხეიძეს ჰქონდა ეს ასე ვთქვათ ერთი მხრივ ავტორიტეტი, მეორე მხრივ შეეძლო რომ თავისუფლად ყველანაირი პროგრამის გარეშე ესე მუშავა და მიეცა ის რასაც აძლევდა სტუდენტებს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ბევრად უფრო კაფიო გაწერილი ცხრილი გვქონდა ასე ვთქვათ, ხო? გაცილებით უფრო დასაბუთება მოგვიწია იმის, რატო უნდა მოვიდეს ხალხი ამ სახელოსნოში და ბევრად მეტი პედაგოგიც არსებობს დღეს, ვიდრე მაშინ იყო თემურით მე დათო გაბუნია, ეხა საგნობრივად გამრავალფეროვნდა ეს ყველაფერი. თუმცა ალბათ გულისხმობაში ცოტა გეშინოდათ რომ შეიძლება ხო, რა თქმა უნდა მე მეშინოდა რომ არავინ არ მოვიდოდა სიმართლე ვთქვათ, იმიტომ რომ ეხა თემურ ჩხეიძის სახელოსნოა და არ არის თემურ ჩხეიძე და მეთქი ვინ მოვა. მაგრამ მოვიდა ბევრი ხალხი საბოლოო ჯამში და ამიტომაც ვთქვი ასევე ესეც რომ აი დრამატურგები ავიყვანეთ და არა რეჟისორები ესეც ჩემთვის რაღაცნაირად რეჟისორებისთვის რომ გვესწავლებინა უხერხულობას იწვევდა და ძირითადად ეს იქნებოდა ჩემი თაობის რეჟისორები მაინც. ამიტომ ოდნავ გული გამისკდა ამის გამო და გადავწყვიტეთ რომ მოდი კონცენტრირდეთ დრამატურგებზე, კონცენტრირდეთ იმაზე რაც სინამდვილეში ამ სახელოსნოში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ანუ მწერლები. ისედაც სამეფოუბნის თეატრს ჩვენ რაღაცნაირად მწერლების თეატრადაც აღვიქვავთ, იმიტომ რომ ჩვენ სცენაზე იდგმება ის რაც საქართველოში არ დადგმულა არასდროს და ძირითადად ამ სოფლიო პრემიერა გვაქვს ხოლმე. თარგმანსაც და ქართულს და მათ შორის კლასიკას. ის კლასიკა იდგმება, რომელიც საქართველოში ან აკრძალული იყო, ან ასე შემდეგ. და სხვა მიზეზის გამო არ დადგმულა. რა მოხდა ამ ორ წელიწადში? ამ ორ წელიწადში მოხდა ის, რომ სავარაუდოდ მოხდა ის, რომ უბრალოდ ყველგან მოახერხეს გარკვეული გავლენის თუ კონტროლის დამკვიდრება. ვერ აცნობიერებდნენ რანაირად ხდება ის, რომ შეიძლება სახელმწიფო დოტაციაზე არსებობდეს რაიმე ინსტიტუტი და რაღაცით საერთოდ უკმაყოფილო იყოს. ახლა რომ მოდიოდი ეს გამახსენდა, შემხდა ბათუმში ერთი კულტურის ჩინოვნიკი, ასე ვთქვათ. და მაშინ კინოფესტივალის პრობლემა იყო, ბათუმის კინოფესტივალის, რომ არ დააფინანსა კულტურის სამინისტრომ აჭარის. და მკითხან კაცს, რომ ხალე ფული რატო არ მიეცეთ მათ ფესტივალს, რომელიც ნუ კარგი ფესტივალი არისლა და ასე გაკვირვებულმა მიპასუხა, რომ იცი ჩვენზე ცუდ რამეებს ამბობს დირექტორი და როცა ვიღაცაზე ცუდს ამბობ, იმას ფულს ხوارს თხოვ და შენი ფულია თქო და ისეთი შთაბეჭდება დამრჩა, რომ მისთვის ეს კითხვა არავის დაუსვამს. აბსოლუტურად. ხო, იმიტომ რომ კითხვამ გააგვირო, რას ნიშნავს ჩემი ფული? ის მართლა თვლის, რომ ეს არის მისი ფული. და აქედან გამომდინარე, უკვე შეიძლება ბევრ ჩვენ მსმენელსაც გაუკვირდეს და იფიქროს, რომ იცი რა, გამოდიხარ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას იღებ
და კიდევ ამ ხელისუფლებას სთხოვფულს ჩვენ არ ვთხოვთ ხელისუფლებას და ძალიან ხშირად ხელისუფლება და სახელმწიფო ერთმანეთში ერევა ხოლმე ხალხს საერთოდ. ძალიან ხშირად კი რა, იქ მაგალითი გითხარით. თან ეს სერიოზულმა ადამიანმა. კი, ეს ძალიან გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ან თანამშრომლობ სახელმწიფოსთან და იმას აკეთებ, რაც მათ უნდათ, ან არ თანამშრომლობ საერთოდ. ეს არის მართლა ეხა დემოკრატიაზე თუ საუბრობთ, ელემენტარულ რაღაცას ლაპარაკობ და დროს კარგად. მე მგონია შეიძლება იმავე სამსახურში მუშაობდე და დირექტორს არ ეთანხმებოდე ბევრ რამეში. ეხა ესეც ახალი ამბავია, ვერ ხვდები. და ეს მით უმეტეს არ უნდა გაგაგდონ მაგ დროს. თქვენი სახელოსნოც ხო თანამედროვე თეატრის სახელოსნო არის და დარწმუნებული ვარ, ხა მე როგორც ვიცნობდი თემურ ჩხეიძეს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის განსხვავებული აზრის რაღაცა ერთიანობა და ყველაფერს არ წყვეტს ერთი კაცი. რასაკვირველია, საერთოდ ფუნდამენტი არ მოინდომებდა საუბარი. რა თქმა უნდა, მით უმეტეს ეხა ჩვენ როცა მწერლობაზე ვლაპარაკობ და თანამედროვე დრამატურგიაზე ხაზს უსმავ და თეატრისთვის დაწერილ ტექსტზე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში აწყოში არსებობს და სხვა დროში ფიზიკურად ვერ იარსებებს და უნდა ითქვას ახლა და აქ ამ დროში, ამ ქუჩიდან მოსული ადამიანების გასაგონად, რასნაირად შეიძლება რომ ჩვენ არ ვლაპარაკობდეთ იქ ძალიან ბევრს პოლიტიკაზე და რაც მთავარია, თვითონ არ იყოს ეს ტექსტები პოლიტიკური. ეს ხალხიც, ვინც ჩვენთან სწავლობს, არის ძალიან აქტიური, ძალიან ყოველთვის იყო საპროტესტო მოძრაობაში თუ ადამიანებს ალბათ სმენელი იყოს, იმიტომაც დაგხურეს. ალბათ. და სწორიც იქნება. იყავით მისათამისთვის. რაღაც დონეზე მე უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ ადამიანების ხელით მოხდებოდა ეს მაინც ეს კიდე განსაკუთრებული ცინიზმია ამ ყველაფერში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხლა ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლოთ, რომ დაეხურათ და ასე შემდეგ. უბრალოდ მე როცა ეს რაღაცა გამგეობა დაგვინიშნეს, სადაც მათ შორის არსებობენ თემურ ჩხეიძის ყოფილი სტუდენტები, რომელიც შემდეგ როგორც ჩანს იყვნენ, ასე ვთქვათ, ორგანიზატორები მისი პრაქტიკულად და მართლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი მემკვიდრეობის განადგურების, იმიტომ რომ ეხლა თეატრის რეჟისორს არც არაფერი არ რჩება, ხო? და ძალიან ცოტა პედაგოგმა მათ შორის, ვინც ასწავლიდა თეატრს და ასე შემდეგ, შეძლო რომ დაეტოვებინა რაღაცა სისტემა, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენთვის ახლა მათ შორის ეს ჩვენი ოჯახისთვისაც არის გარკვეულწილად ძალიან ესეთი მძიმე საკითხი, იმიტომ რომ მე რამდენიმე დღის წინ მივხვდი, თურმე სადამიბინავებია გლოვა. და ამ სიტუაციაში საკმაოდ მძიმე განცდები მქონდა ასევე, იმიტომ რომ რაღაცნაირად გაირკვა, რომ კიდევ უფრო მეც ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის ვიდრე მეგონა. შენ იპარების სიბნელეში ქურდულად ეპარები ამ ქალაქს. ზურგიდან. ეს შენს გახშირებულ სუნთქვას გრძნობს კისერზე. ესე ახლოს. თავი მასზე ძლიერი გონი. ის კი იდეა. და შენს ყოველ ამოსუნთქვას იმახსოვრებს. და მაგრამ აი ამ შეკრებაზე ჩვენ მე მივედი ამ შეკრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა, შევხედროდი არც გიორგი შალუტაშვილს და არც მის, ასე ვთქვათ, საბჭოს თუ რაც არის ეს, გამგეობას. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პერიოდი იყო, როცა სტუდენტები იკავებდნენ თეატრალურის ფოიეს, მათ ექცეოდნენ არა ადამიანურად, ჩემი აზრით, მათ შორის იყო ჩემი დაც, როგორც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, ძალიან მძიმე პირობებში ამყოფებდნენ, უამრავი უსამართლობა გადაიტანეს, მაგრამ მე იქაც აი გადავყლაპე ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცა საკითხები მეჩვენება, რომ არსებობს, რომელიც საქმეზე უნდა კონცენტრირდეთ, მივედი იქ იმისთვის, რომ გამერკვია, რას უპირებენ ამ სახელოსნოს და ეს კითხვა დავსვი პირდაპირ. ვიკითხე რას უპირებთ ამ სახელოს? ხო, რო არ მოვატყუოთ ერთმანეთს ძალიან დიდ ხანს. პრეტენზია იყო ის, რომ
ჩვენ რო ჯერერთი ეს არაფერს- იყო საბჭო, რომელმაც არაფერი იცოდა სახელოსნოს შესახებ საერთოდ. ანუ აი ერთ პრემიერაზეც არ ყოფილა მგონი, რაც ჩვენ გამოვუშვით. რა თქმა უნდა, გაგონილი ქონდათ აი დასაწყისში რა საკეთებდა ეს სახელოსნო, იმიტომ რომ თავისთავად როცა გაიხსნა ეს სახელოსნო მედია გაცილებით უფრო ასე ვთქვათ აქტიურად აშუქებდა იმ პროცესებს, რომელიც იქ მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი სახელოსნო და თემურ ჩხეიძე ასევე ამბობდა, რომ და ამის რა ვიცი მე დოკუმენტები არსებობს, როცა ამას ყვება, რომ დიახ ამ სახელოსნოს შეიძლება არც იყოს პრემიერა მაგალითად. იმიტომ რომ ჩემი ამოცანა არ არის რომ მაყურებელს ვანახო რაღაცა. ჩემი ამოცანა არის და ანტაჟი დამიკრამ ბოლოს და წარმატება მქონდეს. ჩემი ამოცანა არის რომ პროცესს შეუწყო ხელი და ამათ არ ეშინოდეთ იმის რაღაცა რადიკალური ცდების გაკეთება, იმიტომ რომ ამას მაყურებელი ნახავს. ანუ ასე ვთქვათ, შეეძლოთ ყველაზე შორს წასვლა ეს სისულელეების კეთება მართლა იმის ასე ვთქვათ შიშის გარეშე რომ იქნება თუ არა ეს შეფასებული რაიმე ფორმით. თუ იტყვიან რომ მინდა ამის გატანა მაყურებელთან სპექტაკლი გადის მაყურებელთან და ასევე თავად თემურ ჩხეიძე მუდმივად ბოდიშს უხდიდა ხოლმე მსახიობებს, იმიტომ რომ ხომ იცით რომ შეიძლება პრემიერა არ იყოს, აი ამაზე ეუბნებოდა და დიდი მადლობა რომ მაინც დაგვთანხმდით რომ იმუშაოთ ჩვენთან ერთად, ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმ ვითარებაში, როცა შეიძლება სპექტაკლი. ჩვენთვის არასდროს არ ყოფილა ამოცანა ბევრი სპექტაკლი. ან რაღაცა, ვისაც დიდი რიცხვები, ციფრები, იმის რა ქვია, შესრულებული სამუშაოების. ეს რაღაცა ცვლადი არ უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა და სახელოს ამას ვეუბნებოდი ამ შეკრებაზეც, რომ ფუნდამენტში არ დევს ეს სახელოსნოსი. და ესენი კიდე მიტრიალებდნენ რაღაც სახელდახელო დაწერილ, ესენი მოითხოვდნენ პროდუქტს, სად არის შედეგი, სად არის პროდუქცია, აგერ წერია რომ უნდა დაიდგას ახალი პიესები. კი, მაგრამ თუ არ გამოდის, ან აუცილებლად უნდა ვაჩვენო. ეს ხო არ არის რაღაცა დიპლომო საკურსო სპექტაკლები, რომელიც რო დაგიწერო იქ რაღაცა ნიშანი ამისთვის უნდა დადგა რაღაც. ეს ხომ ჩატარდა პირველი და უკანასკნელი ხდომა ქონდა ამ გამგეობას 28 თებერვალს. ნუ მაშინ ალბათ უკვე მიხვდი რომ ჩემს გასაგები იყო რომ პროცესი დაწყებულია, იმიტომ რომ ის ანტაგონიზმი ასევე რომელიც სახელოსნოს მიმართ იყო მიმართული, რა თქმა უნდა ისინი ვერ ბედავდნენ რომ ეთქვათ რომ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ხურავენ და როცა ეს კითხვა დავსვით, რომ რა შვებით, ხურავთ სახელოსნოს თუ რასაკეთებთ, იქ იყო დიდი ესეთი, ასე ვთქვათ, გულისწასვლების სიმულაცია, რომ რა თქმა უნდა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ როგორ შევეხებით ბატონი თემურის მემკვიდრეობას და ასე შემდეგ. შანსი რომ დატოვონ სახელი თემურ ჩხეიძის სახელოსნო თავიანთი ხალხი ამის შანსი არ არსებობს, ამის უფლება არ აქვს, რა თქმა უნდა. ახლა 23 ადამიანი თუ 22 ადამიანი დარჩა უმუშევარ, ხო? 24. რას აპირებთ? აგერ ნინო ზაუტაშვილი ამბობს სასამართლოში ვიჩვენებთ. ჩვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა არა. ჩვენ ყველა გზას მივმართავთ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უსამართლობა რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში დაფიქსირდეს მაინც ყველა შესაძლო ფორმით, იმიტომ რომ ჩვენ დიდად ნდობა აღარაფერს აღარ აქვს ამ ვითარებაში, ან ჩვენი უფლებების დაცვის მხრივ მით უმეტეს. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა აი ამ წუთას, აი ამ ასე ვთქვათ, შოკურ მომენტში, რომელშიც ვართ და მიმდინარე ჯგუფი არსებობს ასევე, რომელმაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო 12 პიესა დაწერა. ამაზეც მეცინება, როცა გვეუბნებიან არაფერ არ გააკეთეთ, უბრალოდ მაგიდაზე გვიდევს 12 პიესა, რომელიც ჩემი აზრით ერთი მეორეზე უკეთესია ყოველ შემთხვევაში ქართულ თანამედროვე თეატრში ეს ბევრი ესეთი არ ხდება. არა, რა თქმა უნდა და აუცილებლად დაიდგმება ყველა დარწმუნებული. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ შევეგუებით, ცხადია, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ბევრ საფეხურზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ აი ეს აფერისტობის რაღაცა და რაღაცა ესე ვინმეს არ ეგონოს უბრალოდ კიდევ რომ მსგავსი რაღაცის დაშვება შეუძლია, რომ ხელი მოაწეროს მსგავს რაღაცას და ამას პასუხი არ გაეცემა. რა თქმა უნდა გაეცემა პასუხი და ნებისმიერ ჩვენგანი არ ვაპირებთ არც ერთი წუთით სუმცირე გაჩუმებას ამ საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენი როგორ წარიმართება მოვლენები სახელოსნოს ბედი რა იქნება
ამას მე შემიძლია ახლა ვთქვა, რომ აუცილებლად გაგრძელდება, ჩვენ ყველაფერს ვიზავთ, თუმცა ძალიან გაგვირთულდა, რა თქმა უნდა, ეს არსებობის საკითხი. ამ შემთხვევაში ასევე ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, უცებ სასწრაფოდ იძულებულები არიან, რომ თავი გადაირჩინონ რაღაცა ფორმით. ჩვენც, რა თქმა უნდა, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვცდილობთ, რომ გაუიოლოთ საქმე მათ, მაგრამ მე უბრალოდ ძალიან ადრეა, რომ ვთქვა, რომ ეს სახელოსნო აუცილებლად იქნება, აუცილებლად გადარჩება, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ვეცადო, როგორც არ უნდა მინდოდეს, რასაკვირველია, უბრალოდ წინასწარ ვერ ვიტყვი. თქვენ ყავთ უცხოელი მეგობრები, პარტნიორები, იმიტომ რომ ვიცი, რომ რა ვიცი, ტრენინგებსაც ატარებდით და საქმის კურსში არიან თუ კი, უკვე არიან. სინამდვილეში მათ შორის სახელოსნოს ინიციატივით თეატრალურ უნივერსიტეტს ჰქონდა მაგალითად მემორანდუმი გეტებორგის აკადემიასთან შვედეთში. ძალიან ბევრი რამ გააკეთა სახელოსნომ თეატრალური უნივერსიტეტისთვის. ჩვენ გავაკეთეთ ეს მათთვის და ამ ხრივ რა თქმა უნდა მათაც იციან ძალიან ბევრმა იცის მთელ მსოფლიოში ვისთანაც ოდესმე პარტნიორობა გქონია და რასაკვირველია ეს კონსოლიდაცია ეს გარკვეული სოლიდარობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა და დარწმუნებულია რაღაც შედეგსაც შეიძლება რომ მოიტანს ერთვენიერ დღეს სუმცირე ამ დრამატურგებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ის თეატრები ის ხელოვანები რომლებთანაც ჩვენ თანამშრომლობდით მიაქცევენ ყურადღებას ამ ტექსტებს მაგალითად და ასე თქვენი თეატრი არსებობს სამეფობის თეატრი ცხადია რომელიც სინამდვილეში ისედაც იყო ასე ვთქვათ ძალიან ბევრ პროცესში გადამრჩენელი ამ სახელოსნოს იმიტომ რომ თავისთავად სახელოსნოს სადადგმო ბიუჯეტი არის ძალიან მცირე იყო ეს იყო სულ რაღაც წელიწადში 11000 ლარი რითიც ერთი სპექტაკლის დადგმაც შეუძლებელია ხო ვისაც ოდესმე უცდია ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ სამეფობის თეატრი იყო მუდამ რაღაცნაირად შეხედული ასე ვთქვათ აი ამ პროცესებისთვის ამიტომ სამეფობის თეატრისთვის სინამდვილეში ეს მომგებიანი იყო იმდენად, რამდენადაც აინტერესებდა თანამედროვე დრამატურგიის წახალისება და პრინციპში ხა ძალიან ასევე ამაში გვადანაშაულებდნენ ჩვენ რომ სამეფობის თეატრს უფრო აწყობდა სახელოსნო ვიდრე სახელოსნო სამეფობის თეატრი რაც უბრალოდ პრაქტიკულად შეუძლებელი რამაა, იმიტომ რა თქმა უნდა სამეფობის თეატრს ძალიან აწყობდა სახელოსნო და ძალიან გვიყვარდა იქაურობა და ყველას ერთი გუნდი აკეთებდა ამას. მაგრამ თეატრებიც გვაქვს დამოუკიდებელი ჯერჯერობით არ გავუხურავს. არა, ნამდვილად. არა და რა თქმა უნდა აი ამ დღეების განმავლობაში ასევე იმ ხელა სოლიდარობა ვიგრძენით იმ თავისუფალი სივრცეებისგან საქართველოში მათ შორის, რომელიც ჯერ კიდევ მადლობა ღმერთს არსებობს და იმედია იარსებებს, რომ მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა აქედან რა თქმა უნდა მაინც გამოვა მაგრამ რა თქმა უნდა ამ წუთას ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში, ძალიან მძიმე დაპირისპირებაში მათ შორის და უბრალოდ იმის წარმოდგენა მზარავს, რომ ეს ჩვენივე სფეროს ადამიანების მხრიდან მოხდა, რომელსაც წესით შესაძლოა რაღაცები გვერდზე გადაედო, როცა ეხება საკითხი საქმეს, ეხება საკითხი თემურ ჩხეიძეს და არ დახურდავებულიყო, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა სადამსჯელო ოპერაციის შემსრულებლად და მე რამდენადაც ანტაგონისტურად არ უნდა ვიყო განწყობილი ამ მით უმეტეს ამ მომენტში თუნდაც რექტორი შალუტაშვილის მიმართ ვერასდროს ვერ მივცემდი ჩემ თავს იმის უფლებას კი არა უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რომ თუნდაც მის მოხსნას მოვაწერო ხელი ან რაღაცა მსგავსი გავაკეთო თემურ ჩხეიძე რომ ცოცხალი ყოფილიყო ფიქრობთ რომ ვერ გაუბედავდნენ მე არ ვიცი მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ დღეს განცდა მაქვს, რომ ერთადერთი საზომი არის პარტიის ერთგული ხარ თუ არა ხარ. მე განცდა მაქვს, რომ ნებისმიერს გაუბედავდნენ და სინამდვილეში ჩემთვის მაგალითად თემურ ჩხეიძე რო ცოცხალი აღარ არის, სწორედ ეს კიდევ უფრო მე მგონი რაღაცა უცნაურ მდგომარეობაში აყენებთ მათ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სწორედ ახლა უფრო ჭირდება დაცვა თემურ ჩხეიძეს თუ მაინც და მაინც მის მემკვიდრეობაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ თვითონ ვეღარ დაიცავს. და აი სწორედ 100 ჯერ უფრო ამორალურად მეჩვენება, როცა ადამიანი აღარ არის და მას
გაუბედავ ამას, ასე ვთქვათ, ხო, როცა ის ვერ გიპასუხებს. ვიდრე ცოცხალი რომ იყოს დარწმუნებული ვარ, შეიძლება თვითონ ეთქვა უარი ამ სახელოსნოზე, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე დაიხურა, ხო? კაცმა არ იცის, იმიტომ რომ მისი პოზიცია იყო ყოველთვის ძალიან ცხადი სტუდენტებთან მიმართებაში მით უმეტეს და ჩვენ ახლა გვახსოვს 20 ივნისის მოვლენებით, სადაც ყველა მისი სტუდენტი იქ იდგა და ასე შემდეგ. ყოფილიყო შეიძლება უფრო ადრე დაეხურათ ეგ. აუ, დარწმუნებული ვარ. იმიტომ მე დღეს განცდა მაქვს რომ იმგვარ რეალობაში შევედით, სადაც სწორედ შეიძლება აწყობდეს კიდეც ამ რეჟიმს თემურ ჩხეიძის სამაგალითო დასჯა.